ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულვაში ჭუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში რასთან მიდრახარ თავგუსაკმუნად არ ხსოვნეთ კაცო ამდენი პრობლემა ქვეყანაში უსაყვარებელი რამდენი საქმეა გასაკეთებელი დომის დრო ეხლები ბატონო ბიძინა მაინც რეერი გასაკეთებელი გასაკეთებელის მეტი რა არის კაცო კარადა მაქვს გადასატანი ზალაში ტუალეტში ნათურა მაქვს გამოსაცვლელი და რუსთავი ორი მაქვს დასახური რა მეტალოჩერებიცა ჩემი დედას პიცა ვარ ეგ ძალიან გაგიჭირდებათ ბატონო ბიძინა იმენა საშარო საქმეა რა არის კაცო საშარო რა და ნათურის გამოცვლა ჩემი დედას პიცა მეკითხება ხო ეგ მართლა საშარო საქმეა ხომ გაგიგონიათ ნათურის გამოცვლა სახელის გამოცვლა ჯობიაო მართალცა აუ შეწადი წამოწექი ჩემის ბრძნული გამონათქვამებით არ გადაიღალო რა რას აკეთებთ კაცო გამაგებინეთ რას ვაკეთებ და ჯაჭვის გასაყრელებს კარი რომ კარგად ჩაიკეტოს აბა მოიცა ვერ გავიგე შიგნით აღარ მიშვებთ თუ როშევალ გარეთ აღარ გამომიშვებთ შიგნით შესვლას ვინ დაგიშლის ბოლო აფხელა თავჯდომარე კაცი ხარ რას მერჩით ხალხო რა დაგიშავეთ რატო ჩამკეტეთ ჩვენ რა შუაში ვართ ბრძანებლის ბრძანებაა ღამღამობით წითელ კორპუსში დაძვრებაო ვა ხადური საიდან მოდიხარ ამ დილაუთენია ბიუჯეტის გასარღვევად იყავი მაგარი უთხარი ბაზარში ვიყავი ბატონო ბიძინა რა ფასებია გავგიჟდი ყურძენი 3 ლარი ღირს პოლის ხაჭო ვაფშე არ გაგიგება შენ კიდე კაი ფინანსთა მინისტრი არ ხარ თორე ყოდა აქციები ქვეყანას დედასა ბიჭო ყურძენი ბაზარში ყის ძვირი თორე გლეხებისგან ქარხნები იცი რა იაფად ივარებენ გახსენი შენც ერთი ჩამოყალიბებელი ქარხანა შენი იაფი ყურძენი არ მოგაკლდება და შემთხვევაც შეღავათია უკვე 99 ქარხანა დამრჩება გასახსნელი მე როგორ გავხსნა ქარხანა რა უნდა ბიჭო გააღებინი ქარხანა არა ხარ სამი კავაზე ყურძენი კი ჩაგეტევა უცეში და მეც ქარხნებიც არ იღებენ მე რა უდარზე ვარ დღეს რა ხდება ვერც ტრანზიცინით ძალიან მაინტერესებს ტრანზიცინით ისე კი გაქვს საქმე სასაცილოდ ხადური ბაზარში ყოფილათო 1 კილო ყურძენი 3 ლარში უყიდია რა მაგრამ მე რა ენახლება სხვისი ფულებია და რა 3 ლარი ხალხო იმოდენა ვენახი მოქვს ყვარელში იცით რა მოსავალი მიფუჭდება წამოდით ვისაც გინდა და დამიკრიფეთ კეთილინებად შენ ვენახში მე არაფერსაც არ დაგაკრეფინებ არ გაგიღინებ სიცრუის მოსავალს რასაც დაკრებთ ხალხო თქვენი იყოს თქვენ მოიხმარეთ თქვენ მიირთვით გაფუჭდება მოსავალი რაც უფრო მეც დავკრებ შეიძლება რა თქმა უნდა თუ ინებებთ შეიძლება მაშინ წამოვალ მაშინ გააგებინეთ თქვენ ბიჭებსაც დაურეკეთ ყველას და დილით ადრე წავიდეთ 2 საათში ყვარელში ვიქნებით ყვარელი ვიღაც მწერლის გვერდს მაგონებს გამახსენდა ალექსანდრე ყვარელი მართლაც რომ გენიალური მწერალი ალექსანდრე ყვარელი არა ტერენტი წყნეთელი კიდე ახლა წადი რა შენ არ წამოწოლი ხარ კიდე თო არ დამტოვოთ აქ ხალხო არ დამტოვოთ გიბრძანებთ კი არ გიბრძანებთ გეხვეწებით მეც წამიყვანეთ რა რთველში მეც მინდა მოსავლის აღება შენი მოსავალი შენ აღებული ქონდა უკვე მაგრამ ვერ შეიშვინე აბა ბიჭებო ყველანი წავიდეთ რთველში მანქანა შევზია მანქანა რა კარგი სიმღერაა ჩემი სოფელი გამახსენდა ჩემი ზემო მონპელიე როგორ მიყვარს აქაურობა რამდენი ხანი არ ყოფილო არ დარბინახია ჩემი ეზო მომენატრა ჩემი შატო რენეცინების სახელია გამახსენდა შატო რუსთაველი მართლაც რო გენიალური იყო ესეც მაგარი პოეტი იყო აუ შენ ვაფშე რო არ წამოხვიდე რთველში და პირდაპირ ქიშმიში მოგიდანოთ არ გიდა
აქ რა მოგიყვანა შე ბარაქიანო შენა შენ ხარ ვერა შემადლიანო შენა ვინ იცის რამდენი ვაგონი წყალწყალა ღვინო გამიტანია რუსეთში რა დრო იყო დაბა მეგობრებო შევესიოთ თავმჯდომარე არ გამოჩენილა არა ვა სად დაიკარგება ხოლმე რა მუშაობას იუმორი უხდება მეგობრებო ერთ მაგარ ანეკდოტს მოგიყვებით რუსი მიდის ყურძნის გამყიდველთან და ეკითხება сколько стоит виноградо და ვინ დარგა და პაპაჩემო რუსმა ვერ გაიგო что და что საბედა ფოტოლიცოდი თუ ჩავშირდები ახლა რა მაგრამ იყო ისის მაგარ უნდარზე იყო იმე ნაი კორექტი რეჟისი ბატონმა ბიძინამ იმდენად კარგი ანეკდოტი მოყვა და რამდენი ვიცინე რა მაგარი ანეკდოტია მადლობა ბატონ ბიძინეს რაშები გებედეთა სპეციალ შაჰაბასი ხარტო განადგურო ტელევენახიტო ვაიმე რა ტკბილი ყურძენია ხალხო ამას რა ყვირებს ვერ გავიგე დაროშე ხარ მე ვთხოვე გაღმავენახი და უკრეფავი დამრჩა და ჩიტებს აფრთხობდა და მედი ეკა მედი უფრო ხმამაღლა გაიხარეთ ხალხო რამდენი ყურძენი დამაგრეფინეთ აბა მოდით ახლა ვიდა მეხმარება და მოდი აბა აგერა რა ვარ მე და გეხმარები მე მიდი რაკლი რა მიყვარს ყურძნის დაწურვა აბა ვინ ვასწრებს ვიშა თუ მე არ შემარცხნო ირაკლი მიდი მიდი მიშა შენებურად მიდი რაკლი ჩაწეკი ჩაწურე ჩაჭყლიდე ჩაჭირხნე მაკურძენი მიდი მაგ ნეპოტიზმი დაგუპავთ თქვენ თუ არა ჩამაყენეს საწნახელში მე 4 ფეხი მაქვს ბოლო ვაგებთ ბატონო ბიძინა რაღაც უნდა მოვიფიქრო მე რა შუაში ვარ შუაში კი არა ჩახდი ახლა პირდაპირ საწნახელში კოჩა ხადურმა გაგოვარჯებინა როგორ წავაგეთ მიშა რა დარაუშავს ამ ოქტომბერშიც მაგათ გაუმართლათ როგორც ვატყობ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველა ოქტომბერი მაგათი არ იქნება ყველა ოქტომბერი არ იქნება მაგათი ბოგინების ოქტომბერი ჩვენი ოქტომბერიც დადგება გაძლოთ პირობას წამოდით ახლა არაუშავს ყველანი ბარაში შევიდეთ ჩემი შარშანდელი ღვინო მინდა რომ გაგასიჩოთ აბა გაგიმარჯოს ბიჭომა ქესმოსვას გამომარჯოს გვესვას გვეჭამოს ერთმანეთი მე მინდა ჩემო კარგებო ჩემო მე ვენახენო გენიალური სადღეგრძელო თქვა ცხრამთას იქეთ ეცხოვრებდა ერთი კაცი რომელსაც ყავდა 3 შვილი ბიჭი გოგო და უმცროსი აი ეს უმცროსი იყო ძალიან გენიოსი მოდით ამ ჭიქით ჩვენ შვილებს გაუმარჯოს ვა რა მოკლე მეტრაჟიანი სადღეგრძელო გლიჯეთო მიშა გოგიმარჯოს გადღეგრძელოს
პური ღვინო დაგიძელოს, ძალიან ბევრი გეფრინოს და უფრო ჭკვიანურად გევლოს. იოხტის და სუშის ფული მუდამ ჯიბეებში გედოს. 9 წლიანი გულაობა კიდევ ერთხელ გაგიგრძელოს. გაგიმარჯოს, გადღეგრძელოს. უტატატატატა. თქვენც უნდა თქვათ რაიმე ლექსი ბატონო ბიძინა, თორემ გვაჯობებენ, უпроსორად არა იმდენად გვაჯობებენ, რამდენადაც შევრწყვებით. ვიტყვი აბა ვიტყვი? მოეცი ფიალა, ისეთ ლექს დავჭექავ. ვიდი რაკლი? ბატონო ბიძინა. შენი ჭირიმე, შენია. ხალხს გროშის არ შერჩენია. შეგარგოს გასპრომ ნაჟური, კაცი ყოფილხან კარპური. მართლაც რომ ყიჩერი ლექსი გამოვიდა. რითიც დიდი მადლობა ბატონ ბიზნეს. მაგარი ლექსი თქვი. არ მელოდით? მე თქვენ გიჩვენებ როგორ უნდა კაცის პონტიდან მოტეხვა. რა უნდა აქ ამას კაცო? ეს შარზია ახლა და მისთვის ამოსულობს სხვანაირი ხასიათი გამოავლინოს. ბიჭო, საიდან გაიგო აქ რო ვიყავით? ვინ უთხრა? რა უნდა? მე არ ვიცი.